არ იცვლებიან მხოლოდ ადამიანები, მიზანი არ შეცვლილა, мотивация არ შეცვლილა. იქ ვიღაცა თქვათ, ეხა არასწორი ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ ჩდებიან ამ პროცესის სათავეებთან, ან შეიძლება უბრალოდ არასწორად მიყავთ პროცესი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თხილი ვარ ეხა პერსონებთან მიმართებაში, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩვენ ეს მიზანი დაგვეკარგა ეს გრძელდება ეს პროცესი და ამიტომ უნდა ვისწავლოთ. მე მგონი ჩვენ ახლა როგორც საზოგადოება და როგორც ერი ვსწავლობთ იმას, რაც ადრე არ გქონდა. ჩვენ ხო ამდენი ხანი არასდროს არ გვიბრძოლია თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის. ხო რაღაცა ფრაგმენტული ბრძოლები გქონდა სულ და ამიტომ რაღაცა ამ პროცესში ესეთი ხანგრძლივი წინააღმდეგობის ფორმატების არსებობა, მე მგონი მომავალ საქართველოს გააძლიერებს, იმიტომ რომ ადამიანები ისწავლიან, რომ თვითონ უნდა აკონტროლონ საკუთარი ხელისუფალი. და კი უნდა მიუშვა პროცესი აქამდე, როდესაც უკვე აი მართლა უკიდურეს ომებზე ფიქრობენ ადამიანები. რატომ უნდა აფიქრებინო ადამიანს რაღაც დამხობაზე და ჩამოგრევაზე, ხო? რატომ არ უნდა იყოს საკმარისი ხელისუფალი, რო ხარ 100,000 ადამიანი ქუჩაში რო გამოდის და 7,000-ად გეჩვენება და თავს რო იტყუებ, რატო არ არის შენთვის საკმარისი ამდენი ადამიანის პროტესტ? ხო უნდა მიხვდე, რომ აი ამ ადამიანების სახელით ლაპარაკო, ვინ ხარ შენ? ხელისუფალი როგორია თავის სინამდვილეში ამ ადამიანების მსახური ხარ. და ეს რო არ ესმის, მარტო მისი ბრალი არ არის. ეს ჩვენი საზოგადოების სისუსტეცი ხო, 80% გვიჭერს თავს არითმეტიკაში, საკუთარ დაწერილ არითმეტიკაშიც გვატყუებენ. ყველაფერი საკუთარი აქვს. პროცენტის გამოთვლა გადაიქცა რაღაც სხვა ტიპის მოვლენად კიდე ეს ზოგადადაც ნაწილი ხო, მაგრამ 40%-ის 80%-ის მიწერა მოახერხეს, მეტის ვერა. აი ესე შეიძლება დავითვალოთ ეს შედეგი. ირაკლი, ჩვენ ისეთ მოდელირებულ რეალობაში ვართ ეხლა ყველანი. ერთ-ერთი თვითონ მე როგორც რამდენად კარგად ვიცნობ ანატომიას და სხვა შორის ბიძინა ივანიშვილის კომენტარს რო უსმენდი დილით, მე ხომ ასაც ძალიან კარგად ვიცნობ. დილით მისი კომენტარი ყველა მოისმინეთ, როგორი არამწყობრი იყო, ძალიან არეულდარეული იყო, სიტყვები, ფრაზები ვერ ლაგდებოდა. ეს დილით ემოციური მდგომარეობა ოცნების ლიდერის სულიად სხვა იყო და სულიად სხვა იყო დღის ბოლოს. ისინი აი ამ მოდელირებულ რეალობაში ცხოვრობენ. ერთადერთი რაც უქმნით მათ ესე ვთქვათ, შინაგან დისკომფორტს და არღვევს ამ სიმშვიდეს არის აი ეს ხალხი, რომელიც არ ჩერდება და გამოდის ესეთი პროტესტით. რამდენადაც არ უნდა აერიოთ ხელოვნურად ციფრები და 100,000-ის 7,000-ად მოეჩვენოს, ეს პროტესტი არსად არ ქრება. ამიტომაც ახლა ჩვენ გავდივართ რთულ ფაზას, მაგრამ გადავდივართ, მე ვფიქრობ, უფრო საინტერესო ეტაპზე, როდესაც კიდე მორიგი გამოცდა არის საზოგადოებაზე. საბოლოოდ, როცა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება და მოქალაქე საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას იაზრებს და თავის თავში ლიდერს აღმოაჩენს და არა სხვაგან დაიწყებს ამის ზებნას, ძალიან მალე დავინახავთ, რომ შედეგი და თუ ისე რთული დასადგომი ყოფილა.